სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. საერთო კრებებზე სოფლის საჭიროებების შესახებ იმსჯელეს. სიონსა და ფანშეთში პრიორიტეტად სასმელი წყლის სისტემებისა და ქსელის რეაბილიტაცია დასახელდა. არშაში, გაიბოტენსა და თოთში გზისპირა ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. გარბანში კი სპორტულ ინვენტარს შეიძენენ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი მოადგილესა და რწმუნებულთან ერთად 6-ვე სოფლის მოსახლეობას შეხვდა. მისივე თქმით, საერთო კრებებზე საჭიროა სოფლის მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. ჩვენ ველოდებით მსჯელობის შედეგად მიღებულ საპროექტო წინადადებებს, რომლებზეც მოსახლეობა შეჯერდება. წინაპირობის არსებობის შემთხვევაში კი მზად ვართ ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით თანხებიც გავზარდოთ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. 6 თებერვალს საპროექტო წინადადებებზე სნოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმსჯელებენ.